გამარჯობა, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით ჩემს გამომწერებს პირველ რიგში და შემდეგ ყველას, ვინც ნახავთ ამ ვიდეო ჩანაწერს. მე მინდა განსაკუთრებით ერთხელ გავაკეთე ადრე აქცენტი და მე მინდა განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ახალგაზრდებო, რომლებიც ახლა იწყებთ ცხოვრებას. კარგად მომისმინეთ. შეიძლება ჩემი ეს ბოლო ჩაწერაც იყოს და შემდეგ აღარ გავაგრძელო, ვნახოთ, არ ვიცი ახლა როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება, ღმერთმა იცის. მაგრამ ამ ეტაპზე მე ვწყვეტ ფაქტიურად ამ ჩაწერებს, იმიტომ რომ მე ახლა კონკრეტულ პირებზე და ვიღაცებზე ჭორაობას ვერ დავიწყებ, ვისთან რა მოხდა და რა იყო და მე მომაკერებენ იმაზე, იმიტომ ლაპარაკობს, რომ იმან იყიდა, იმან გადაუხადა ფული და ეს როგორც ხდება ხოლმე, რომ გამსვარონ როგორმე. ამიტომ მე ფაქტიურად ამ ყველაფრისგან შორს დავიჭერ თავს, რაც ჩემი ეს ბავშვობის დროინდელი თავგადასავლები იყო, ისინი მოვყევი, შუახნეში რევი გადავიტანე და რა მოხდა და რა არის, ხალხი ცოცხალია და მე მართალია დოკუმენტურად და მაგას ყველაფერი და შემიძლია რომ წარმოვადგინო ამის მტკიცებულებები, მაგრამ არ მინდა რომ ეხლა კიდე გეუბნებით ეს ისე გამოვიდეს, რომ აი მე ამას იმიტომ ვებრძვი და ამაზე იმიტომ ვთქვი, რომ ვიღაცამ ამის მამტერმა მე და ასე. მოდი მე ამ ყველაფრისგან თავს შევიკავებ რა და კონკრეტულად გეტყვით რა მაქვს სათქმელი და რა მაქვს ახალგაზრდებთან სალაპარაკო დღეს. მე ისტორიული მომენტები მომყავს ხოლმე, მაგრამ ამჯერად ეხლა მეებს არ განვიხილავ, სულ სხვა საკითხზე მინდა გესაუბროთ და მინდა რომ თქვენი ყურადღება კიდევ ვიმეორებ, ძალიან დიდ ყურადღებას გთხოვთ ახალგაზრდებო, რომლებმაც აი ეხლა შეუდეხით ცხოვრებას და ეხლა ეჭიდავებით, ასე ვთქვათ, ჟამს. ამ ქვეყანაზე ზოგიერთი იოლად აღწევს ამ ყველაფერს, ზოგიერთისთვის ძნელდება, ვისთვისაც ძნელდება, ის არის სწორედ ის იწრთობა. იცოდეთ, რომ ფოლადი იწრთობა ცეცხლში. რკინა ჩვეულებრივად იწრთობა და ხდება ფოლადი, ასე რომ არ შეგაშინოთ იმ გაჭირვებებმა, პრობლემებმა და ასე შემდეგ. მემატიანი ამბობს, ისტორიკოსი გადმოგცემს ერთ-ერთ ბრძოლას, მე მიყვარს სხვათა შორის ახლა ისტორიული რაღაც პატარა წიაღსვლები, ასე ამბობს, რომ ყველაზე დიდი ბრძოლის წინო, როდესაც კინაღამ დამარცხდა ალექსანდრე, ყველაზე მშვიდად ეძინაო. და ბოლოს ისე მოხდა, რომ თავისი მეგობრები, ესე იგი, იძულებული გახდნენ, შესულიყვნენ და გაეღვიძებინათ ალექსანდრე. აღარ გამოდიოდა კარავიდან, აღარ შეიძლებოდა ესე იგი მოთმენა და ფაქტიურად გააღვიძეს მეფე. ანუ ისეთი მშვიდად ეძინა მეფეს და ისეთი ბრძოლა ჰქონდა გადასატანი, რომელიც წაგებას უხდიდა და კინაღამ დამარცხდა რომ არა ალექსანდრეს სტრატეგიული ნიჭი. იქ გარდუვალი იყო ალექსანდრეს მარცხი და განადგურება და სიკვდილი. მე მინდა გითხრათ ასეთი რამ, გუშინ ჩავწერე ესეთი პოლიტიკა, ეკლესია და ქურდები. წარმოვიდგინეთ, რომ ადამიანებს არ უყვართ, როდესაც იმისი არ იყოს, ახლა ელია ჭავჭავაძე რო ამბობს, მოყვას ჩაგახედებსო, სარკეში თუ რამე გაცხიაო ზედო და მტერი არ ჩაგახედებსო, მაგრამ დეილ კარნეგი იმასაც ამბობს, რომ ადამიანებს არ უყვართ საერთოდ შენიშვნის მიცემა და იმის აღიარება, რომ აი რაში და რა მდგომარეობაში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ხა მე ამას მოვერიდები, აღარ მინდა ამაზე საუბარი, ავდექი და გავთიშეის, აღარ მინდა რომ შევხედე წუხელ, ესე იგი სადღაც 2 საათამდე თუ 3-ის ნახევრამდე ვიყავი. უყურებდი ამას, იქ არ დაიწერა კომენტარები, ისეთი როგორც იწერება ხოლმე და ასე შემდეგ. გასაგებია ეს ყველაფერი. ჩემი გამოსვლა არ დამიმალავს და გითხარით, რომ ეს ეხებოდა წიგნებს, ეს ეხებოდა
იმას, რომ მე გარკვეულწილად დავკავებულიყავი საქმით, პრობლემებიც მომეგვარებინა და ეს ყველაფერი სასულიყო, წარმართულიყო ჩემი ცხოვრება ისე, რომ ამ ასაკში მე ფაქტიურად რაღაცა მქონოდა საქმე, ისეთი საქმით ყოფილიყავი დაკავებული, სადაც აღარ გამიხდებოდა არსებობისთვის ბრძოლა, ნაკლებად მექნებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა თქვენ მინდა ერთი ამბავი გითხრათ და რატო გეუბნებით ახალგაზრდების ყურადღებას რატო ვითხოვე. ეხლა წარმოვიდგინეთ თქვენ მე განვიცადე ამაში ფიასკო. და ფიასკო კი არა, ну აი სრული კრახი ასე ვთქვათ და იცით ეხლა საზოგადოება ვის უდგას გვერდში, რითი ერთობა, რა არის მათი ფაქტიურად გასართობი და რა შეიხდის ხალხი ფულს. აი ეს ვიცით უკვე და ну აღარ მინდა ამის გამეორება. მე ამაში ფაქტიურად სრული კრახი არ და ვერც სპონსორი ვიპოვე, ვერც ის ადამიანები, რომლებიც ну დამიდგნენ გვერდში და გამოხატეს თავისი დამოკიდებულება იმით, რომ ხელი გამიმართეს რაღაც მომენტში, მადლობას ვუხდი, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. მქონდა ასეთი შემთხვევა ახალგაზრდობაში. ნუ ახალგაზრდობაში როგორ უკვე მაშინ ვიქნებოდი ალბათ რაღაც ერთი, ну ალბათ 30 წლამდე და ერთ-ერთ ჩემ მეგობარს რაღაც დავა მოუხდა ვიღაცასთან, ну არ ვიცი ახლა ზედმიწევნით არც მაშინ ვიცოდი, არც მაშინ მიკითხავს და არ ვიცოდი ფაქტიურად ეს დეტალებში რა იყო, რა არ იყო, მაგრამ საქმის გასარჩევად ეპატიჟებოდნენ კრიმინალებთან, ასე ვთქვათ. მეორე დღეს უნდა შემდგარიყო ეს და მომმართა მე, ну როგორც სხვა მეგობრებს, ესე მეც მომმართა და მითხრა რომ თამაზო შენო რაღაცა იმ ხალხს იცნობო და იქნებ რაღაცნაირად დამიდგე გვერდშიო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარო და მართალი კი ვარო, მაგრამ იმას ძალიან ისეთი ხალხი უდგას გვერდშიო, რომ ეს კრიმინალები და ისინი მე გამამტყუნებენო და რაღაცას დამადებენო, ალბათ რაღაც გადასახადსო და რაღაცას. მოხდა ისე რომ იმ ღამეს ну დიდი სახლი ქონდა იმ ბიჭს რა ცოტა ისეთ ფენას წარმოადგენდა რომ შეძლებული ოჯახის შვილი იყო თვითონაც რაღაცას აკეთებდა ხო და მოხდა ისე რომ ეს მეგობრები იმ ღამეს იქ დაურჩით ეხლა თქვენ კარგად იცით რომ ეხლა მე ადამიანი რომელიც ვაკვირდები რა ცხოვრებას ადამიანებს როგორ იქცევიან რა ხდება და როგორც შევატყე ეს ბიჭი იყო ძალიან შეშინებული იმდენად შეშინებული რომ ამბობდა რომ ესე იგიო მე არ ვიცი თუ გადავრჩები ამაღამო და ვიზლის დაშლა დამეწყებაო ამაღამ ალბათო რა და ვეუბნებოდი კაცო რა გაშინებს რაზე ნერვიულობ ნუ მეო რაც მელისო ვიციო რა ხვალო და ასე შემდეგ და ფაქტიურად ესე იგი იმის შემხედვარეს არც მე არ დამიძინია უყურებდი კაცს როგორ ფართხალებდა შიშისაგან კაცო და ეს რა თქმა უნდა აუტანელია კაცო კაცის ესეთი ფორმატ ესე იგი ამ ფორმაში რომ დაინახო კაცი რომ ესე იგი ამ დონეზე ეშინია ახლა კიდევ ვიმეორებ ახლა შიში ყველას იმაში არსებობს იმ მაკედონელის თქმის არ იყოს კიდევ და კიდევ მოვიშველიები უაშკაცეს პიროვნებას მაგრამ მარტო გიშს არა შიშის გზნობა თორე შიში მაგრამ არსებობენ მამაცი ადამიანები და არსებობენ ლაჩრები ხო ვიცით ჩვენ ეს ამბავი ამიტომ ეს ლაჩრობა ცოტა არ იყოს ცუდი დასანახია კაცს რო შეხედავ და რაღაცნაირად იმ შიშარა კაცი არის ძნელად ასატანი ქალისთვისაც და კაცისთვისაც საერთოდ რა თქმა უნდა ეხა ეს არ მომეწონა მე და რამდენჯერმე უთხარი კაცო გამაგდე კაცო აგერ არა ვართ ხალხი ვართ ჩვენც და რაღაცა გამოყვები და აგერ შენთან დაურჩით და მთელი ღამე ფაქტიურად არ დამაძინა რა ამის შიშებით ნუ აი მთელი ვაიმე და ვისმინე მთელი ღამე ეს გოდება მეორე დღეს დათქმულ დროს
მივედით იმ ადგილას, ჩვენ არ ვიყავით ბევრი ხალხი, 1-4 კაცი ვიყავით ჩვენ. ხო და იქიდან მხრიდან მოსული იყო, რავი, 1-30 კაცი. ხო და შევათვალიერე ხა მანქანიდან რომ სანამ გადავიდოდი რა ხდება, ხალხია მოსული, არ ვიცი ხა, არ ვიცი, არავის არ ვიცნობ ვინ არის, ვინ რა არის, შორიდან შევათვალიერე რომ ბევრი ხალხია და თან მომართულია რაღაცა ისე რომ რაღაცა მართლა ამის წინააღმდეგ უნდა მოხდეს ალბათ ესეთი გარემო, ასე ვთქვათ რა. და როგორც გადავედი მანქანიდან, ამ ხალხს გამოეყო ერთი ახალგაზრდა კაცი, ჩემი ხნისა იყო რა. ცხონებული აღარ არის ცოცხალი, ეს იყო კრიმინალური ავტორიტეტი. ახლა ბავშვობაში ჩემი სიყმაწვილე იცით, ახლა რა ხალხთან მქონდა ურთიერთობა და არ ვიყავი, ასე ვთქვათ, მწრალად ამ კრიმინალურ სამყაროსთან. და ისეთ კაცთან მეგობრობდი, რომელიც საბჭოთა კავშირს აზანზარებდა მაშინ და მე პრობლემები და ისინი რაღაც ესეთი ბიჭობაში და იმებში რაღაც არ მქონია რა. ხო და ეს გამოეყო ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ფაქტიურად აქ შევამჩნია, ამას ვიცნობდი, ესე იგი რომ დავინახე. გამახსენდა ახალგაზრდობაში ეს ნაცემი მყავდა. ეს კრიმინალური ავტო, ეხლა იმაზე კი არ ვიზახი, რომ ვიღაცა დავამცირო და ვიღაცა მარ შემომიხდეს და ის და რაღაც. ნაცემი მყავდა, იმიტომ რომ ის ტყუოდა და შემდეგ მოხდა ისე, რომ შეგვარიგეს, ასე ვთქვათ და შევრიგდით და მიხვდა, რომ ის რაღაცა იყო. პატარა ბიჭები ვიყავით მაშინ 16-17 წლისები და რაღაცა არ გააკეთა სწორად და ცოტა წაუთაქე, ასე ვთქვათ, ხო და ეს გამოეყო ეს ცხონებული და მოკლეს ის ბიჭი სხვათა შორის და გამოეყო ეს ამ ხალხს და წამოვიდა ჩემსკენ და გადამეხვია და გადამკოცნა რა. თამას როგორ ახლა რამდენი ხანი არ მინახე რომ შევრიგდით იმის შემდეგ გქონდა ურთიერთობები და გაირკვა ეს ამბავი და იქიდან ვიღაცები აქედან ისინი და არაფერი არ იყო ისეთი, უბრალოდ მოხვდა პატარა და ეს იყო ბავშვობაში. ჩვენ უკვე მოზრდილი ხალხი ვართ, უკვე 30 წლამდე ვართ. ეს რაღაცა 13-14 წლის ამბავია. ხო და გადამეხვია, გადამკოცნა და რა ხდება უკაცო, რაზე შეწუხებული ხარო რა და დაინახა რომ ეს ხალხიც გადმოვიდა რა ეს დანარჩენების და მე ვთქვი ჩემი ახლობელია მეთქი ეს ვინც არის ახლა დაბარებული რას ლაპარაკობ? ხო, მე ვთქვი ჩემი ახლობელია მეთქი, მე ვთქვი ეს და მაგას მოვყევი მეთქი რა ხდება, რა არის გავიგო. მაინტერესებს მეთქი მე ვთქვი. როგორც ესე იგი ბოლოს აღმოჩნდა, ეს არის ამ საქმის გამრჩევი, ასე ვთქვათ რა. ხო და იქ ვიღაცას რაღაც შეეკითხა, ამას შეეკითხა, იმაში დამთავრდა ეს ამბავი, რაღაც 2 წუთში მორჩა რა. ისე რომ ამას არავინ არ შეხებია და უთხრა რომ ეს კაცი მართალიაო და მორჩა, დამთავრდა. იქ აბსოლუტურად არაფერი არ ყოფილა. ტყუილა ივაგლახა ამან მთელი ღამე და ტყუილად ფაქტიურად რა ვიცი, ღვიძლის დაშლა და რა ვიცი რა აღარ დაიმართა გინაღა. ხო და არც მე დამაძინა და არც თვითონ დაიზინა და ეხლა რატო გიყვებით ამას? წუხელის ახლა მე განვიცადე მეთქი, გითხარით, აი ამდენი ხანია ფაქტიურად, წელიწადი გახდება მალე რაც გამოვედი, განვიცადე საშინელი ფიასკო. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა მე აი ასეთი ცხოვრება გავლილი კაცი, რომელსაც გარკვეულწილად მთელი ცხოვრება მქონდა პრობლემები, ბრძოლა და დავიდარება, ესე იგი დავყარე ფარხმალი და ავიღე არყის ბოთლი და წავედი და ღობის ძირში დავჯექი და ამ პრობლემების განხარვება მასე გადავწყვიტე. 4 საათზე დავიზინე, დილით ავდექი, წავივარჯიშე, მოვედი ფორმაში, გაუსწორე ამ რეალობას თვალი და ვიწყებ მე ამ პრობლემების მოგვარებას. დაიმახსოვრეთ ერთი რამ, რომ როდესაც ადამიანი გაიწირება ადამიანისგან, მას არასოდეს არ მიატოვებს ღმერთი.
ეს გახსოვდეს, ეს ცხოვრების კანონზომიერებაა. ამიტომ არაფრის არ შეგეშინდეთ, არაფრის წინაშე არ დახაროთ თავი და არავითარ შემთხვევაში არ თქვათ, რომ აი ეს პრობლემაა თუ რაღაცა ჭუბია თუ დავიდარება თუ ბედურება ხდება, რომ თქვენ რაღაცნაირად თავი უნდა დაღუნოთ და ამის შეშინდეთ და ვაიმე და უიმე. არავითარი შეუტიეთ ცხოვრებას. ცხოვრება არის ბრძოლა და ბრძოლაში იმარჯვებენ ძლიერები. კიდევ გეუბნებით, 65 წლის ავადმყოფი კაცი ვარ და დაავადმყოფებული ვარ მე სადღაც 35 წელიწადია უკვე. მაგრამ კიდევ გეუბნებით რა, მე ფორმას ღმერთმა უქნას, რომ მე ისე წავიდი ამ ქვეყნიდან, რომ რაღაცნაირად არ მინდა რომ დავვარდე და გავნადგურდე. არც გონებრივად და არც ფიზიკურად მინდა რომ წავიდე რაღაცნაირად ფეხაწყობილი იმ კეისარივით. ახლა ვინ როგორ წავალთ ეგ არ ვიცი და მაგას ღმერთი განსაზღვრავს, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში არ ვეპუები ამ პრობლემებს. მე ჩემ პრობლემებს თავად მივხედავ და ყველაფერს მოვაგვარებ როგორც მომიგვარებია აქამდე. ასე რომ ახალგაზრდებო, იმიტომ გელაპარაკებით ამას, რომ მე აი ახლა არავითარი პერსპექტივა არ მაქვს ამ პრობლემების მოგვარებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს თავს გავართმევ. რატომ იცით? ფხიზელი ვარ და არაფრის არ მეშინია და არც არავისი არ მეშინია, რომ ვიღაცას რაღაცა თვალებში ვერ შევხედო და ის. თვალებში შეხედვაზეც არ არის მარტო. რომ ვიცოდე, რომ დედამიწა უნდა გადაიქცეს ატომად და გასკდეს, ერთით მიზღერი არ გამიტოკდება. ეს გამოვიმუშავე მე ცხოვრებაში. ესეთები არიბადებიან, იცოდეთ, ყალიბდებიან და გამომიმუშავა ეს ცხოვრებამ. ამიტომ გახსოვდეთ, არავითარი პრობლემის წინაშე პრობლემას თავი არ დაუხაროთ, გააუსწორეთ თვალი და შეებით. ნებისმიერი რაც გინდა იყოს, ჭუბი იქნება, დავიდარება იქნება თუ რა ვიცი, ფინანსური პრობლემა იქნება თუ რაც იქნება, ყველაფერი მოგვარდება თუ იქნებით ფხიზლად და უშიშრად. აი ეს იყო ჩემი სათქმელი. მე დაგემშვიდობებით, სამწუხაროა რომ ქალბატონმა ეთერი მომწერა ჩემმა ერთგულმა გამომწერმა და მადლობას უხდი მას, რომ სამწუხაროაო ბატონო თამაზო, რომ არც მთავრობა დაგიდგათო და არც საზოგადოება გვერდითო. ქალბატონო ეთერი, მე უამრავი რამ მაქვს გადატანილი მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ არასოდეს კი როგორ არ ყოფილა იმისი არ იყოს მარცხი, კეისარმაც განიცადა მარცხი, მაგრამ თავის ჯარისკაცებს უთხრა, შეიძლება ჩვენ დაუმარცხდით, მეგობრებო, მაგრამ მოწინააღმდეგეს ჯერ არ გაუმარჯვიაო. აი ასეთი ფსიქოლოგიით ვიცხოვრე მთელი ცხოვრება, ასეთი გაგებით მიუდექი ჩემ ცხოვრებას და არასოდეს ფარხმალი არ დამიყრია იმის შიშით, რომ არ დაუმარცხებულიყავი. ასე რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით და მოგიწოდებთ ახალგაზრდებს. იყავით მშვიდად და იყავით მხნედ, გაუსწორეთ რეალობას თვალი და შეებით როგორი ძალის პრობლემაც არ უნდა წარმოიშვას თქვენს წინაშე. მე არ წავშლი ამ გვერდს, პერიოდულად შეიძლება ამოვიტანო ძველი, ვთქვათ, მოთხრობები და ჩემი გამოსვლები. გადმოვაადგილო, ანუ თავში დავდო, რომ ვისაც არ აქვს ისინი მოსმენილი, ბოლომდე შეიძლება არავინ არ ჩადის და ვისაც არ აქვს მოსმენილი, შეძლონ მათი მოსმენა. და გარკვეულწილად მე ამ პრობლემებს მოვაგვარებ თუ როგორ იქნება და რაინაირად წარიმართება ჩემი ცხოვრება, მე შემდეგ ვფიქრობ, რომ დაგიბრუნდებით. მაინც თუ წიგნი გამოვეცი რაიმე, ხო უნდა გამცნოთ ამის შესახებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ დროებით გემშვიდობებით. დიდხანს ვიყავი თქვენთან ურთიერთობაში. ქალბატონ ლენას, ქალბატონი ეთერი ვახსენე, კიდე იქ არის ნათია და არიან ქალბატონები, ასე რამდენიმე მამაკაცით, ჩემი ერთგული გამომწერები, ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში ჩემთან ერთად მოდიოდით და
მიწერდით ისეთ კომენტარებს, რომ მე ძალა შემმატებოდა. მადლობას გიხდით ყველას და მაინც დროებით დაგემშვიდობებით. მოდი ჩავთვალოთ, რომ ისე არ გემშვიდობებით, რომ არ გამოჩნდე, ასე ვთქვათ, გამოვრჩნდები, მაგრამ დროებით უნდა როგორღაც ერთმანეთოდ გავძლოთ. მერთმა დაგლოცოთ ყველა, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებთ და ხნეობას. ეს არის ჩემი სურვილი თქვენ დამი. ნახვამდის.